რაღაცა ორი წლით უფრო ახალი ის არის შესაძლოა. როგორ ახალი? ტოლთა სამინისტრო აპირებს რომ და შეიძინოს სოციალურები გარეთ გაიყო. იმას დელის მეტროს არომა ტოლთა და განსახლების სამინისტრო შემოუთავაზებია თუ დასაწყისისთვის და 3 თვით 4 თვით. არა რომელიც ელემენტარული ის და მე დამკვირვებლად და თუნდაც დროებითი პირობები დაგემარებოდა. დაჯი, შენთან შეყოდა. ხო, ამის პატერეს ნახე, ამასაც ახლა შეიძლება. პატერები ძამბევი დაუცველები თუ იზრუნებენ დემოგრაფიაზე თორე ვისაც ჩვენ ვიმყოფებით დიდუბის რაიონში ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს სამშობიარო სახლში, სადაც სოციალურად დაუცველი სხვადასხვა ჯგუფს სოციალურად დაუცველთა სხვადასხვა ჯგუფს მიკუთვნებული პირები იმყოფებიან. აქ არიან როგორც სოციალურად დაუცველები, ისე სიღატაკის ზღვარს ქვემოთყოფი პირები, დეპორტირებულები რუსეთის ფედერაციიდან 2006-2007 წლებში და მათ მიმართ არანაირი ყურადღება არ არის დღემდე მიქცეული. არ არსებობს მათი აღრიცხვის რაიმე რეესტრი. აქ არიან დევნილები, მე მინდა მადლობა გადაუხადო განსაკუთრებით დევნილებს, იმიტომ რომ დევნილები არიან სოლიდარულნი სოციალურად დაუცველებისა და ისინი ეწინააღმდეგებიან რომ მხოლოდ მათ მიმართ განხორციელდეს რაიმე ტიპის შეღავათი, ისე რომ სოციალურად დაუცველებს დაემუქროს გასახლება ამ შენობიდან. ეს არის მართლაც ძალიან მძიმე სურათი, რაც ჩვენ აქ ვნახეთ. ხედავთ რომ ადამიანებს არ გააჩნიათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები და ისინი იმაზე უფრო ძიმე პირობებში ცხოვრობენ, ვიდრე ნებისმიერი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს თქვათ ძალიან ძიმე შედარება მომიწევს, მაგრამ თქვათ რომ ზოოლოგიურ პარკში შეიძლება შევხვდეთ ვითარებას. მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ეს სწორედ ის ვითარებაა, როდესაც განგაში ზარების დარისხება გვმართებს ყველას. ეს სწორედ ის ვითარებაა, როდესაც ხელისუფლება დღესვე უნდა იწყებდეს რევიზიას ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისა, იმ უმწეოებისა, რომლებსაც პატარა ბავშვები ყავთ აქ 1 თვის და 2 თვის ჩვილებიც ვნახეთ, ჩვენ რა მდგომარეობაში მყოფებიან. ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მარტოხელა სოციალურად დაუცველი დედების სტატუსი დღემდე არ არის განსაზღვრული და ეს ადამიანები იმყოფებიან ბედის ანაბარა. მიუხედავად იმისა, რომ გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით მილიონიანი გრანტებით ფინანსდებიან ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციები, არ მოიძებნა რაღაცა ელემენტარული სახსრები მაინც, რომ დედას, რომელსაც 3 და 4 შვილი ყავს, რომელიც გამოგდებული არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან და 2006 წლიდან 2014 წლამდე მართლაც და ცხოვრობს მოწყალების ხარჯზე. იმ მოწყალებისა, რომელსაც ისევ გაჭირვებული იღებს მის სასარგებლოდ და არა რომელიმე მდიდარი ადამიანი. ასე რომ ეს არის იმ საკითხთა სისტემა, რომელსაც ჭირდება მოწესრიგება და ჩვენ ვპირდებით, რომ მოწესრიგების დრო დადგა უკვე. და 2014 წლის 15 ივნისს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შედეგად ჩვენ თუ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ თუ მოვალთ ადგილობრივ თვითმმართველობაში, ყველა ის კანონმდებლობა, ყველა ის ნორმატიული ბაზა, რომელიც ჩვენ გვავალდებულებს და ხელს გვიწყობს, რომ ამ ადამიანებს გავუმართოთ ხელი, ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერილი. მე ბატონი გურამ კვირიკაშვილი ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციიდან ვპირდებით მოსახლეობას, ვპირდებით აქ მყოფ სოციალურად დაუცველებს, რომ ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანი იქნება სწორედ მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება. იმიტომ რომ ჩვენი პრიორიტეტი მართლაც გახლავთ ადამიანი და ოჯახი. კოალიცია ერთიან ოპოზიციას აქვს ყველაზე ეფექტური და რეალისტური სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ დღეს გავაცანით სოციალურად დაუცველებს, აქ ბევრი უსახკარო იყო მოსული და რამაც ძალიან მაღალი შეფასება მიიღო და იმედი გააჩინა საზოგადოებაში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართლიანი სოციალური პოლიტიკისთვის, სოციალური სფეროს მოწესრიგებისთვის, კოალიცია ერთიანი ოპოზიციის გამარჯვებას და ჩვენი მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძის გამარჯვებას.